სალომი, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებოდ გიყვებით. ოქროს ფასმა ახალი რეკორდი მოხსნა, $3,300 უნციაზე. ინვესტორებმა მხოლოდ წელს უკვე 80 მილიარდი ჩაასხეს ოქროს ფონდებში, ორჯერ მეტი ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში. საპირისპიროდ ბიტკოინი ამ დროს 5-იან მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ETF-ებიდან კაპიტალი კვლავ გამოაქვთ. ვეტერანმა ტრეიდერმა პიტერ ბრანტმა ამ სიტუაციას უწოდა blow of top. ბოლო ნახტომი ვარდნა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ როცა ოქროს და ჩერდება, ციფრული ოქრო, ანუ ბიტკოინი, იწყებს რეალურ ზრდას. სხვათა შორის ჩვენ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ბიტანიკა Gold, ტოკენი, რომელიც რეალურ ოქროს ფაზზე არის მიბმული, რომელიც შეგიძლია მცირე რაოდენობით შეიძინო და ნელ-ნელა დააგროვო. მათ შორის ფიზიკურადაც წაიღო 20 გრამი ან 1 კილო ოქრო სახლში. ახლა კი გადავიდეთ კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი ფრაზაა blow of top. ასე ეძახიან იმ მომენტს, როცა ბაზარი ზედმეტად ჰაიპდება. ფასი ჩქარიტებით იზრდება, ყველას გონია რომ გაფრინდა და მერე უცებ პანიკა, ვარდნა და უკუსმა. სიახლეები ბიტანიკაზე. ბიტანიკაზე იწყება რიგით მეორე ტრეიდინგ ჩემპიონატი. თუ გინდა ტურნირში ჩაერთო, უბრალოდ შეავსე ფორმა და დაიწყე ვაჭრობა სპოტზე ან კონვერტაციით. ყოველი ტრანზაქციით გამოიმუშავე BTC ტოკენს და ვინც ყველაზე მეტს დააგროვებს, მოიგებს MetaQuest 3-ს. ასევე იქნება სხვა პრიზებით, ასე რომ არ გამოტოვოთ. ეს იყო ბიტანიკა შორტის მესამე ეპიზოდი. გამოიწერე ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეს მთავარი მოკლედ.